პროექტ 64-ის მაყურებელმა და კერძოდ პირადი საქმის მაყურებელმა იცის, რომ ჩვენ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ ჩვენ სამუშაო გრაფიკში და კონტენტში იმ მოვლენების ფონზე, რაც განვითარდა და გრძელდება საქართველოში. პირადი საქმის ეპიზოდები ზოგიერთი უკვე ჩაწერილი ქონდა, ჩვენ არ გავუშვით ეთერში და სულ სხვა ეპიზოდები და სიუჟეტები ქონდა. მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ წლის ბოლოსთვის მაინც შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც ესე ვთქვათ, შეაჯამებს იმ მნიშვნელოვან მოვლენებს მსოფლიოში, რომელსაც ადგილი ქონდა ბოლო 4 თვის განმავლობაში. თუ გახსოვთ, სექტემბერში ჩვენ შემოგთავაზეთ მთელი წლის შეჯამება იანვრიდან სექტემბრამდე. 2024 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ძალიან ბევრ ათეულობით ქვეყანაში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის არჩევნები, საპრეზიდენტო, საპარლამენტო, მუნიციპალური და ჩვენ დაგვრჩა ეს 4 თვე. ამ 4 თვის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი მოვლენები მოხდა მთელს მსოფლიოში და ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება 4-ზე. 4 მოვლენაზე, რომელიც მოხდა სხვადასხვა კონტინენტზე, ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ აბსოლუტურად სხვადასხვა ისტორია. მაშ ასე დღეს ვისაუბრებთ დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვისაუბრებთ სირიაზე და იქ განვითარებულ მოვლენებზე, ვისაუბრებთ სამხრეთ კორეაზე და ბუნებრივია ვისაუბრებთ საქართველოზე. 5 ნოემბერს დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 47-მე პრეზიდენტი. პირველად 132 წლის განმავლობაში ამერიკის ისტორიაში ადამიანი ერთი ვადის გამოკლებით დაბრუნდა თეთრ სახლში. დონალდ ტრამპი იყო 45-მე პრეზიდენტი, შემდეგ მან წააგო ჯო ბაიდენთან და 5 ნოემბერს წელს ისევ ბრუნდება თეთრ სახლში და შევა თეთრ სახლში უკვე 20 იანვრის შემდეგ, როდესაც გაიმართება მისი ინაუგურაცია. ეს იყო არჩევნები მოულოდნელი შედეგით, უпростоრედ შედეგით, რომელზეც ანალიტიკოსები ვერ თანხვდებოდნენ. ბევრი ფიქრობდა, რომ ჰარისი გახდებოდა პრეზიდენტი და ასევე ბევრი ფიქრობდა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპი გახდება ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. 20 იანვრის შემდეგ, როდესაც გაიმართება მისი ინაუგურაცია, იგი იქნება 78 წლის და 145 დღის. მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი, როდესაც იგი შეუდგა თავის მოვალეობის შესრულებას, იყო 78 წლის და 61 დღის. ჰარისმა და ბაიდენმა უკვე მიულოცეს დონალდ ტრამპს, უფრო მეტიც ორივემ განაცხადა, რომ დაესწრებიან მის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრო და ჩვენ გვახსოვს 4 წლის წინ რა მოვლენები განვითარდა ვაშინგტონში. მე მინდა მოკლედ შევეხო იმ მიზეზებს, რატომ და როგორ გახდა დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი. ისე ვიტყვი, რომ ბევრი ანალიტიკოსი, ჟურნალისტი ფიქრობდა, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ეს მოხდა. საქმე ის არის, რომ მაინც უმრავლესობა ექსპერტების თვლის, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, არის ინფლაციის მაღალი დონე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა 2022 წელს, ყველაზე მაღალი ბოლო 50 წლის განმავლობაში. 23-ში ეს დონე, ინფლაციის დონე იყო ბევრად უფრო ნაკლები და 24-ში ის კიდევ დაიკლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვერ ერევა აი ამ სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემას. დონალდ ტრამპი ადამიანებს ამომრჩევლებს ეუბნებოდა, რომ მე შევძლებ, რომ გამოვასწორო ყველა ის ეკონომიკური და პოლიტიკური, სოციალური, კულტურული პრობლემა, რომელიც თქვენ გაქვთ. ისიც უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება და არჩევა პრეზიდენტის პოსტზე პრინციპში არ იყო ერთადერთი იმ გამარჯვებების ფონზე, რაც წელს მოხდა
მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ძლიერდება ულტრამემარჯვენე მოძრაობა ევროპაში, როგორ იმარჯვებენ ულტრამემარჯვენე ლიდერები ევროპაში და ეს დონალდ ტრამპის გამარჯვებაც შეიძლება დავაყენოთ აი ამ რიგში. ტრამპი, ისევე როგორც ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, ამახვილებდა ყურადღებას იმიგრაციის პრობლემებზე და ამან უზარმაზარი როლი ითამაშა მის საარჩევნო კამპანიაში. ყველაზე საინტერესო, რაც მე მაგალითად ჩემთვის იყო აღმოჩენა, იყო ის, რომ ტრამპს, ეს შეიძლება ნამდვილად ითქვას, მოულოდნელად, მისცა ხმა ძალიან ბევრმა იმიგრანტმა. ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავის დროზე იყვნენ იმიგრანტები, მაგრამ გრძელი გზა გაიარეს, რათა გამხდარიყვნენ ამერიკის მოქალაქეები და ამიტომ ჰქონდათ უფლება, რომ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. მე გავეცანი ბევრ სტატიას, ბევრ პოდკასტს მოусმინე ამასთან დაკავშირებით და ყველაზე დამაჯერებელი ჩემთვის იყო შემდეგი ახსნა. მაგალითად, ლათინოამერიკელი ამომრჩევლები, იმიგრანტები, რომლებიც 10-20, რა ვიცი, დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ ამერიკაში, მაგალითად პენსილვანიის შტატში, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატი იყო ამ არჩევნებისთვის. ჩვენ საუბრობდით ამაზე, რომ ამერიკის აი ამ საარჩევნო ისტორიაში ეს არის წინასწარ არის გარკვეული ვინ აძლევს ხმას ზოგიერთ შტატში, ზოგი ლურჯია, ზოგი წითელი, ესენი აძლევენ დემოკრატებს, ესენი რესპუბლიკელებს, მაგრამ არის რამდენიმე შტატი, რომლის არჩევანი არის გაურკვეველი და უმნიშვნელოვანესი. ესე იყო წელსაც და პენსილვანია მიეკუთვნება აი ესეთ შტატებს. ის პენსილვანია, სადაც იყო სხვათა შორის თავდასხმა დონალდ ტრამპზე. აი ამ შტატში არის ძალიან დიდი ლათინოამერიკელი ამომრჩევლების დიასპორა და მოქალაქეების დიასპორა. უმრავლესობამ მისცა ხმა დონალდ ტრამპს. თქვენ იტყვით, რომ ეს არის გასაკვირი, რატო აძლევდნენ ეს ადამიანები ხმას იმ პოლიტიკოს, რომელიც ესე კრიტიკულად გამოდის იმიგრანტების წინააღმდეგ. აგიხსნით რატომ? საქმე ის არის, რომ ეს ადამიანები გამოდიან არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ. ისინი გამოდიან იმ პრეფერენციების წინააღმდეგ, რაც შეიძლება მისცენ არალეგალურ იმიგრანტებს. ისინი თვლიან, რომ ჩვენ გავიარეთ საკმაოდ გრძელი გზა, ბევრი ბიუროკრატიული რაღაცა ნაბიჯი, რა ვიცი, მოუწიათ ამ გზის გავლა, რათა გამხდარიყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები და რათა ქონოდათ აი მაგალითად არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რატო უნდა მიიღონ აი ამ არალეგალურმა მიგრანტებმა ეგრევე მოქალაქეობა და რატო უნდა იყოს ეს გზა მათთვის ძალიან იოლი. აი ამან ეს არის ერთ-ერთი, ჩემთვის მაგალითად ლოგიკური ახსნა, რატომ შეიძლებოდა რომ ისტორიულ მიგრანტებს ხმა მიეცათ დონალდ ტრამპისთვის. იმასაც ვიტყვი, რომ დონალდ ტრამპის არჩევა, მისი გაპრეზიდენტება არის გლობალური ტრენდის ერთ-ერთი ნაწილი. გლობალური ტრენდის, სადაც ადამიანები, ამომრჩევლები გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას სისტემით, იმ პოლიტიკით, ეკონომიკური სისტემით, სოციალური, კულტურული პოლიტიკით, რომელსაც ატარებენ არსებული, ანუ უკვე ყოფილი ლიდერები. კიდევ ერთი რამ, რაზედაც მე მინდა გავამახვილო ყურადღება, არის და ეს ალბათ ის არის, რაც ყველას აინტერესებს, რა იქნება 20 იანვრის შემდეგ. რა მოხდება იმის მერე, როდესაც უკვე დონალდ ტრამპი შეუდგება თავის მოვალეობის შესრულებას. თავიდანვე ვიტყვი ერთ რამეს. დონალდ ტრამპი არის ის პოლიტიკოსი, რომელზეც აბსოლუტურად ყველა ანალიტიკოსი, ექსპერტი, ცნობილი ჟურნალისტები თანხმდებიან ერთ რამეზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსი. 100%-ით ამ ადამიანზე ვერ იტყვი, რომ ეს ადამიანი გააკეთებს ამას, ან იმას. მიუხედავად იმისა, რასაც ამბობდა დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს, რასაც ამბობს დღეს უკვე 5 ნოემბრის მერე, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ზუსტად ამას გააკეთებს. პირველი, რაც ყველას ბუნებრივი აინტერესებს, ეს არის საგარეო პოლიტიკა. რას ნიშნავს ტრამპის არჩევა, მისი გაპრეზიდენტება ძალიან ბევრი ქვეყნისთვის.
საქართველოსთვისაც. მაგალითად ისრაელისთვის, სადაც ჯერ კიდევ გრძელდება უმძიმესი კონფლიქტი, შეიძლება ითქვას, რომ ალბათ მისი გაპრეზიდენტება არის good news, კარგი ამბავი. ჩვენ გვახსოვს, რომ პირველი ვადის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა მისი მხარდაჭერა ისრაელის, ამ პერიოდშიც არაერთხელ უთქვამს და გაუკეთებია განცხადებები იმაზე, თუ როგორ უჭერს მხარს თელ-ავივს და პირველი ვადის დროს დონალდ ტრამპი ზუსტად იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც გადაიტანა ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპს ზოგადად არ ახასიათებს რაღაცა ეს ემპათია. ამიტომ მას არც გვსმენია ჩვენ მაინც და მაინც განცხადებები იმაზე, როგორ წუხს იმის გამო, თუ რა დღეში არიან პალესტინელები, მაგალითად ღაზას სექტორში. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი სულ ცდილობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერენ ისრაელს, ეხმარებიან ფინანსურად, იარაღით, მაგრამ მაინც ცდილობდნენ, რომ რაღაცა ეს განცხადებები გაეკეთებინათ. დონალდ ტრამპს ესეთი რაღაცები ნაკლებად ახასიათებს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი კონფლიქტი, ომი, რომელიც უკვე თითქმის 3 წელია გრძელდება, ეს არის ომი უკრაინაში. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს ტრამპი, როგორ მოიქცევა. საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი პირდებოდა მთელ მსოფლიოს, რომ მოაგვარებდა ამ კონფლიქტს ერთ დღეში. არ მგონია, რომ ეს იყოს რეალისტური სცენარი. არ მგონია, რომ ერთ დღეში, ან ერთ კვირაში, თვეშიც კი ეს კონფლიქტი მოგვარებადია. მაგრამ შეიძლება ტრამპმა მოახერხოს დასვას ორი მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან და რაღაც გარკვეულ კომპრომისამდე მიიყვანოს მოსკოვი და კიევი. დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან უკრაინის ტერიტორიაზე. მაგალითად, Financial Times-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა, ალექს რასელმა, ერთ-ერთ სტატიაში დაწერა, რომ ესე ხედავს განვითარებას მოვლენების უკრაინაში. მან დაწერა, რომ გარკვეული მოგვარება ამ კონფლიქტის იქნება მომავალ წელს. ტრამპმა შეიძლება მოახერხოს და დასვას ეს ორი მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს კონფლიქტი გადავა გარკვეულ ესეთ დაკონსერვებულ სტადიაში. ნამდვილად არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ აქ იქნება რაღაცა ისეთი გამარჯვება ან დამარცხება ერთ-ერთი მხარეს. არა, ვერც მოსკოვი ვერ გაიმარჯვებს ბოლომდე ამ კონფლიქტში და ვერ მიიღებს იმას, რაც თავიდან ქონდა პუტინს ჯვარი აქაურობას ჩაფიქრებული და სამწუხაროდ ვერც კიევი ვერ გაანთავისუფლებს აი ამ ტერიტორიებს, რომელიც დღეს არის ოკუპირებული მოსკოვის მიერ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპმა, რომელმაც უკვე დაასახელა კანდიდატები მომავალ კაბინეტში, იქ ბევრი ძალიან საინტერესო პერსონაჟი, ამაზე არ გავჩერდები, ილონ მასკი, რომელიც მთავრობის ეფექტიანობაზე იზრუნებს და სხვები ჯანდაცვაზე ადამიანი კენედი, რომელიც ცნობილი ანტივაქსერი, მაგრამ ამაზე დღეს ესე დაწვრილებით არ საუბრობთ. დონალდ ტრამპი აპირებს, რომ დანიშნოს ნაციონალური დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი რიჩარდ გრენელი, დანიშნოს წარმომადგენლად რაღაცა განსაკუთრებული საკითხების მოგვარებაში. რიჩარდ გრენელმა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, განაცხადა, რომ იგი ხედავს იმ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს ოკუპირებული აქვს რუსეთს, რომ იმ ტერიტორიებზე შეიქმნება გარკვეული ავტონომიური, არ ვიცი, რაღაცა ტერიტორიები, მას არ უთქვამს, რომ ეს იქნება რესპუბლიკები თუ რაღაცა ქვეყნები მით უმეტეს, მაგრამ ავტონომიები. ალბათ ეს იქნება მომავალი ადმინისტრაციის ესეთი დამოკიდებულება ამ კონფლიქტთან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ექსპერტი, ანალიტიკოსი თვლის, რომ ტრამპი და პუტინი ბევრად უფრო
სწრაფად, ეფექტიანად გამონახავენ საერთო ენას, ვიდრე პუტინი და ბაიდენი. ჩვენ ვიცით ტრამპის და პუტინის წარსული ურთიერთობების ისტორია და ამაში არის გარკვეული ლოგიკა. თუმცა, ამასაც აღნიშნავენ, რომ მსოფლიო არ უნდა ელოდოს იმას, რომ ტრამპი ყველაფერს დაუთმობს პუტინს. არა, ნამდვილად არა. იცით რა, ერთი რამ, რაც ძალიან საინტერესოა ტრამპზე, არის ის, რომ ტრამპი უყურებს თავის ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც საკუთარ კომპანიას. პირველ რიგში ტრამპი არის ბიზნესმენი. არის მილიარდერი და ძალიან უნდა რომ ეს კომპანია იყოს წარმატებული. არ უნდა ზედმეტი ფულის დახარჯვა, იმიტომაც აქედან გამომდინარეობს მისი დამოკიდებულება ნატოსთან და ის რომ ისევ ამბობს რომ ჩვენი ამერიკის კონტრიბუცია არ უნდა იყოს ყველაზე დიდი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. არც იმის სურვილი აქვს მაინც და მაინც რომ ამერიკელი ჯარისკაცები იყვნენ პლანეტის სხვადასხვა ცხელ წერტილში. იგივე სირიაში, სადაც ჯერ კიდევ არიან ცოტა, მაგრამ მაინც არიან ამერიკელი ჯარისკაცები, ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ნამდვილად აპირებს ამ ჯარისკაცების გამოყვანას და საერთოდ იმაზე თუ რა მოხდა სირიაში და ჩვენ ამაზე დღეს ვისაუბრებთ, ეს არის სირიის შიდა საქმე და ამერიკა არ აპირებს ამაში ჩარევას. ბუნებრივია, რომ ტრამპი ეგრევე ინაუგურაციის შემდეგ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არ გამოიყვანს თავის ჯარისკაცებს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი მის საარჩევნო კამპანიის დროს, კრიტიკის საგანი ბაიდენის მიმართ იყო ის თუ როგორ გამოვიდნენ ამერიკელები ავღანეთიდან. ნამდვილად საკრიტიკო იყო ის რაც მოხდა ავღანეთში ამერიკელების 20 წლიანი ყოფნის შემდეგ ამ ქვეყანაში. მოკლედ ესეთი სიტუაცია გვაქვს, შოუმენი, მილიარდერი, ბიზნესმენი, დონალდ ტრამპი, მისი ესეთი კამბექი, დაბრუნება თეთრ სახლში, ნახოთ. ბევრი რამ ჯერჯერობით აბსოლუტურად გაურკვეველია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ვადის დროს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, მთავრობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დღეს არიან ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები ამ პოლიტიკოსის და მისი პოლიტიკის. ისინი, ვისაც ის ასახელებს ახალ კაბინეტში, მომავალ კაბინეტში და ადმინისტრაციაში არიან კონსერვატორები და ბევრი მათგანი ისინი, ვისაც ინგლისურად ეძახიან yes-men-ებს, ადამიანები, რომლებიც ყველაფერში ეთანხმებიან თავის ლიდერს. მაგრამ ეს არის ამერიკა. ეს არის ამერიკა, ამიტომ შეიძლება ბევრი სურპრიზიც კონდეს წინ. ერთი რამ ცხადია, ის პერიოდი, რომელიც ამერიკის ისტორიაში დაიწყო 2004 წელს ობამას არჩევნებით, დღეს უკვე ტრამპის გამარჯვებით ამერიკაში ნამდვილად დასრულდა. ამერიკის როგორც დემოკრატიულმა, ასევე რესპუბლიკურმა პარტიამ ეს პარტიები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა იქნება ტრამპის შემდეგ. ის რაც ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, ნამდვილად მიუთითებს სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზე, პერსონალიების კრიზისზე ამერიკის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში. ნახოთ რა მოხდება, დაველოდოთ 20 იანვარს და დაველოდოთ 20-25-ს. ახლა გადავიდეთ სხვა კონტინენტზე და შევეცადოთ გავაანალიზოთ და მოყვეთ რა მოხდა სამხრეთ კორეაში. 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუქ იოლმა გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა, martial law, ესე ქვია ინგლისურად. ეს იყო თუ ყველაზე მოკლე, არა, ვერ მოვიძიე ისტორიაში, ესე იგი ყველაზე მოკლე არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სამხედრო მდგომარეობა, რომელიც მოცხადებულა კაცობრიობის ისტორიაში. სულ გაგრძელდა 6 საათი. მაგრამ ბევრისთვის იყო ძალიან მოულოდნელი. რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა სამხედრო
მდგომარეობის გამოცხადება. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უკვე თვეებია სამხრეთ კორეაში გრძელდება ესეთი სერიოზული დაპირისპირება. მოგეხსენებათ, ამ წლის 10 აპრილს სამხრეთ კორეაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. და აი ამ საპარლამენტო არჩევნებში მოიგო ოპოზიცია. ეს იყო არჩევნები, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი შედეგით, ოპოზიციამ მოიპოვა ბევრი ადგილი 300 ადგილიან პარლამენტში და ისე გამოვიდა, რომ პრეზიდენტის პარტია აღმოჩნდა პარლამენტში უმცირესობაში. ამის მერე დაიწყო ესეთ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კრიზისი, რადგან პარლამენტი სულ აკრიტიკებდა პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხებს გამო, კიდევ უფრო მეტად აკრიტიკებდნენ მის მეუღლეს. ანუ სამხრეთ კორეის პირველ ლედის, რომელიც როგორც წერს პრესა და მედია როგორც აშუქებს ამ ამბებს, არის შემჩნეული გარკვეულ კორუფციულ რაღაცა გარიგებებში. ჟურნალისტები აქცევდნენ ყურადღებას მის ჩაცმულობას, საიდან აქ ის ჩანთა, საიდან აქ ის. მოკლედ, სულ იყო ეს 10 აპრილიდან მოყოლებული, ამ ქვეყანაში სულ იყო დაძაბულობა. ბოლოს პრეზიდენტმა შემოიტანა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტმა არ დაამტკიცა და რაც პერიოდის განმავლობაში არ ამტკიცებდა. ზუსტად ეს იყო არა მიზეზი, არამედ ტრიგერი, რომ იუნ სოგ იოლს გამოეცხადებინა სამხედრო მდგომარეობა. თქვენ ყველამ ალბათ ვინც ადევნებდა თვალს იმას თუ რა ხდებოდა იმ საათების განმავლობაში, ნახეთ ეს რეპორტაჟები სეულიდან, როგორ შედიოდნენ სამხედროები, შემდეგ პარლამენტარები, როგორ შევიდნენ პარლამენტში, არ დაუშვეს და მოკლედ ისე განვითარდა, ხალხი გამოვიდა დემოკრატიის დასაცავად, ჩვენო არ დაუშვებთო აი ამ სამხედრო მდგომარეობას ქვეყანაში და დაიცვეს თავისი დემოკრატია, დაიცვეს პარლამენტი და 6 საათში იუნ სოგ იოლს მოუწია სამხედრო მდგომარეობის გაუქმება. იმის მერე დაიწყო უკვე პროცესები ისევ იუნ სოგ იოლის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში საუბარი არის იმპიჩმენტზე. მეორე მცდელობიდან, პირველი მცდელობა მე მგონი 7 დეკემბერს ჩაუვარდათ, ვერ გამოაცხადეს იმპიჩმენტი, მაგრამ 14 დეკემბერს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და იუნ სოგ იოლს გამოუცხადეს იმპიჩმენტი. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის უკვე საბოლოო გადაწყვეტილება, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. ახლა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს 6 თვე იმისთვის, რომ გადაწყვიტოს პრეზიდენტის ბედი. იგი ან დარჩება თავის თანამდებობაზე, თუმცა ამ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პრემიერ-მინისტრი დროებით, ან საკონსტიტუციო სასამართლო მხარს დაუჭერს პარლამენტის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ გამოცხადდება იმპიჩმენტი და იუნ სოგ იოლი დატოვებს პრეზიდენტის პოსტს. სხვათა შორის სამხრეთ კორეა თავისი ჩრდილოელი მეზობლებისგან განსხვავებით ჩვენ გქონდა ეპიზოდი ჩრდილოეთ კორეაზე, იმაზე თუ როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, მათ ლიდერებზე. ეს არის განვითარებული კაპიტალისტური ქვეყანა, განვითარებული დემოკრატიით, ზუსტად ამის შედეგია ის, რაც მოხდა 3 დეკემბერს სამხრეთ კორეაში. ისტორიას რომ გადავხედოთ, იუნ სოგ იოლი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც უნდობლობას უცხადებენ. სამი პრეზიდენტი ციხეში იმყოფებოდა ამ კორუფციული გარიგებების გამო და იუნ სოგ იოლი გარდა ამისა აღმოჩნდა მეორე პრეზიდენტი, რომელსაც გამოუცხადეს იმპიჩმენტი 2016-ში მსგავსი პროცედურა ამოქმედეს პირველი ქალი პრეზიდენტის სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის წინააღმდეგ, პაკ კინ ხეს წინააღმდეგ. შემდეგ 2017-ში იგი დააკავეს და ციხეში იმყოფებოდა ისევ და ისევ კორუფციული გარიგებების გამო.
რაც შეეხება სამხედრო მდგომარეობას და სამხედრო გადატრიალებას, ბოლო სამხედრო გადატრიალება სამხრეთ კორეის ისტორიაში მოხდა 1979 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი ჩონ დუ ხვანი. იგი 8 წლის განმავლობაში ესე იგი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ქვეყნის ლიდერი. შემდეგ ისიც იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა ეს თანამდებობა, ისიც დააკავეს, მრავალი წელი გაატარა ციხეში და შემდეგ გამოუშვეს, შეიწყალეს, გამოუშვეს და 2021-ში იგი გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. აი ესეთ საინტერესო ისტორია აქვს სამხრეთ კორეას, ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც გითხარით, 9 წელიწადი აქვს იმისთვის, რომ ან მხარი დაუჭირონ პარლამენტის იმპიჩმენტს, ან დააბრუნონ იუნ სოგ იოლი თავის თანამდებობაზე. ჩვენი ეპიზოდის მესამე ნაწილი, მესამე ქვეყანა, სირია. ბაშარ ასადის გაქცევა 23 მილიონიანი ქვეყნიდან. ასადის, რომლის ოჯახი, ჯერ მამამისი და შემდეგ თვითონ 50 წელზე მეტი მართავდნენ ამ ქვეყანას. ამ ამბავს, მოულოდნელ ამბავს, შეიძლება ითქვას, უზარმაზარი რეზონანსი ჰქონდა მთელს მსოფლიოში. და პირველ რიგში იმის გამო, რომ გაიქცა პრეზიდენტი, სირიის პრეზიდენტი, რომელიც იყო მოსკოვის პუტინის მთავარი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში. მოკლედ მოვყვები ბაშარ ასადის და მისი ოჯახის ისტორიას. მამამისი ხაფეზ ასადი გახდა პრეზიდენტი 1971 წელს და თითქმის 30 წლის განმავლობაში იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი. თავიდან ხაფეზ ასადმა კარგად დაიწყო რაღაცა გარკვეული რეფორმების გატარება, დემოკრატიული რეფორმების ცვლილებები შემოიტანა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი მალევე დასრულდა და ყველაფერი შეიცვალა ავტორიტარული, რეპრესიული რეჟიმით. აი ამ რეჟიმის პირობებში იმყოფებოდა სირია 30 წლის განმავლობაში. 90-იან წლებში ხაფეზ ასადი უკვე ფიქრობდა იმაზე თუ ვინ გახდებოდა შემდეგი პრეზიდენტი, უკვე აღარ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული, ან ვინმე კანდიდატი მართველი პარტიიდან, ბაასიდან, არამედ პირდაპირ ამბობდა, რომ შემდეგი მის მერე პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო მისი უფროსი ვაჟი, ბასილი, რომელსაც ძალიანაც უნდოდა პრეზიდენტობა, ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ 90-იან წლებში ბასილ ასადი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ერთ-ერთი თავისი მანქანით, მე მგონი პორშეთი, მიდიოდა აეროპორტში, რათა გამგზავრებოდა შვეიცარიაში კურორტზე და აი ამ გზაზე დაიღუპა. შემდეგ ხაფეზ ასადს გაუჩნდა ესეთ სერიოზული პრობლემა და საფიქრალი, ვინ უნდა გახდეს პრეზიდენტი მის მერე. სხვათა შორის ეს ძალიან უნდოდა მის საყვარელ ქალიშვილს, რომელიც ხაფეზ ასადს ძალიან უყვარდა. მისი ქალიშვილი ყველგან დაყვებოდა მამამის, სხვადასხვა ვიზიტებზეც მასთან ერთად იმყოფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მონაწილეობდა პოლიტიკაში, მაგრამ მაინც სირიაში ხაფეზ ასადი ახლა ამას ვერ გაბედავდა და ქალს ვერ დანიშნავდა პრეზიდენტად. ამიტომ პრეზიდენტი გახდა ბაშარ ასადი. ბაშარ ასადს არ აინტერესებდა პოლიტიკა, იგი სწავლობდა ლონდონში და იყო ექიმი ოფტალმოლოგი. სხვა შორის უკვე მაშინ ბაშარ ასადს თუ არა ყოველ შემთხვევაში იმ რეჟიმს ეტყობოდა, რა იქნებოდა, რა ელოდებოდა სირიას წინ, რადგან კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი შეიძლება გამხდარიყო ადამიანი 40 წლიდან. ანუ მინიმალური ზღვარი იყო 40 წელი. ბაშარ ასადი 2000 წელს იყო 34 წლის. აბა რა ქნა სირიის პარლამენტმა, რა საკურველია ეს ასაკი დაწიეს და კონსტიტუციად შეცვალეს და გახდა ესე იგი 34 წელი. ანუ მოარგეს ახალ კანდიდატს და ხაფეზის ვაჟს ბაშარ ასადს. 2000 წლიდან ბაშარ ასადი ხდება პრეზიდენტი, ისევ როგორც მამამისმა თავიდან ბაშარ ასადმა
დაიწყო რეფორმებით, ეკონომიკური რეფორმებით, იმ დროს სირიაში შემოდიან უცხოური ბანკები დასავლეთიდან. გარდა ამისა, მან გამოაცხადა ამნისტია, ბევრი პოლიტპატიმარი, ვინც იმყოფებოდა ციხეში, გამოუშვა. ესე გრძელდებოდა დაახლოებით 2 წელი, მაგრამ პირველ რიგში იმის გამო, რომ მის გარემოცვას არ ეფიქრა, რომ ის არის სუსტი ლიდერი და სუსტი პრეზიდენტი, ბაშარ ასადიც გადავიდა მამამისის რეპრესიულ რელსებზე, ესე ვთქვათ. და უკვე 2000-იანი წლების დასაწყისიდან ისევ სირია უბრუნდება რეპრესიულ, ავტორიტარულ თუ არა დიქტატორულ მმართველობას. მოგეხსენებათ 2011 წელს ახლო აღმოსავლეთში იწყება ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული. მოვლენები, რომელიც დაიწყო ტუნისში და შემდეგ გავრცელდა ბევრ სხვა ქვეყანაზე, ლიბიაზე, ეგვიპტეზე, სადაც აი ამ ეროვნულმა ხალხის მოძრაობამ გადააყენა, ჩამოაგდო თავისი დიქტატორები, ეს ავტორიტარული ლიდერები. და 2011 წელს კარზე მიადგა სირიასაც. ტრიგერი აი ამ მოვლენების სირიაში იყო სირიის ერთ-ერთ სამხრეთის ქალაქში, დერაში გავითარებული მოვლენები. იქ რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანმა, ზოგიერთი თინეიჯერიც კი იყო, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ერთ-ერთი სახლის კედელზე დაწერეს ესეთი პოლიტიკური რაღაცა განცხადებები. რაღაცა მსგავსი, რომ აბა ექიმო, აბა ვნახოთ შენ რასიზმ. ეს ხდება უკვე არაბული გაზაფხულის ფონზე. ეს ახალგაზრდები დაიჭირეს. 1 თვის განმავლობაში ისინი იმყოფებოდნენ ციხეში, მათ სასტიკად ეპყრობოდნენ, აწამებდნენ, ცემდნენ. თან ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ დერაში ძალიან ცნობილი ოჯახებიდან. და ამან გამოიწვია უზარმაზარი პროტესტი ამ ქალაქში. ხალხი გამოდიოდა ქუჩაში და შეიძლება ითქვას, რომ აი იქ განვითარებული ამბებიდან ეს გავრცელდა სხვა ქალაქებში, სხვა რეგიონებში და დაიწყო სამოქალაქო ომი. ამ სამოქალაქო ომის არ მოყვები დღეს ესე დაწვრილებით როგორ ვითარდებოდა ამბები, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ 2015-16 წელი გახდა ესეთი გარდატეხის წელი აი ამ სამოქალაქო ომში. იქამდე უკვე ბოლოსკენ შეიძლება ითქვას, რომ ბაშარ ასადი კარგავდა ხელისუფლებას და და უკვე წავიდოდა, მაგრამ 2015-16-ში მას მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინმა და რუსეთმა. და რუსეთის სამხედრო დახმარებამ ისეთი რადიკალური ცვლილება შეიტანა სირიის სამოქალაქო ომში და ბაშარ ასადი დარჩა თავის თანამდებობაზე. მის მერე უკვე იწყება ასადის და პუტინის დიდი მეგობრობა და სირიის და რუსეთის ესეთი მოკავშირეები გახდნენ ეს ქვეყნები და მათი დიდი მხარდაჭერა ერთმანეთს და დიდი მეგობრობა. ისიც კარგად გვახსოვს რუსეთში ვაგნერი, პრიგოჟინის ვაგნერი იყოს სადაც არის, როგორ რას აკეთებდნენ, როგორ მოქმედებდნენ, იმიტომ რომ თავიდან იქაც ამბობდნენ, რომ იქ არ არიან რუსი ჯარისკაცები, კი, იყვნენ პრიგოჟინის ვაგნერელები, მაგრამ მე რუსული ჯარიც ჩაერთო ამ მოქმედებაში და ამ ომში. შემდეგ უკვე წლების განმავლობაში რუსეთმა, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი პოზიცია და დამკვიდრება ახლო აღმოსავლეთში, სირიაში ააშენა 2 ძალიან დიდი სამხედრო ბაზა ლატაკის რეგიონში. დღესაც ეს ბაზები არსებობს, მომავალში რა იქნება ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთმა არა მარტო საკუთარი მოქალაქეები დაკარგა ამ ომში, არამედ მილიარდები ჩადო ამ ომში და აი ამ ბაზების აშენებაში სირიის
სირიის ტერიტორიაზე. იმიტომაც ბაშარ ასადის გაქცევა სირიიდან და ის მოვლენები, რომელიც იქ გავითარ, რაც მოხდა, არის უზარმაზარი დარტყმა მოსკოვისთვის. ეხლა რა მოხდა სირიაში? მოვლენები დაიწყო 27 ნოემბერს, როდესაც სირიაში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც იყვნენ ქალაქ იდლიბში, ქვეყნის ჩრდილოეთ დასავლეთში, სხვა შორის ისიც უნდა ითქვას უკაცრავად, რომ იქ ამ ომის შემდეგ იდლიბში იყო ასადის ოპოზიციის, ესე ვთქვათ, ბაზა. პატარა სახელმწიფოში იყო, ესეც შეიძლება ესე ვთქვათ. მათი ცენტრი იყო იქ. მოკლედ 27 ნოემბერს ამ დაჯგუფებებმა დაიწყეს მსვლელობა იდლიბიდან. ამ მთავარ დაჯგუფებას ქვია ჰაიათ ტაჰრირ ალ-შანი. სხვათა შორის სირიაში არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის დაჯგუფება, განსაკუთრებით რელიგიური დაჯგუფება. აი ეს დაჯგუფება ჰაიათ ტაჰრირ ალ-შანი შედგება სუნიტებისგან. მაშინ, როდესაც სხვათა შორის ბაშარ ასადის ოჯახი, ისინი ეკუთვნიან ალავიტებს, რომლებიც სირიაში არიან უმცირესობაში. რამდენიმე დღის განმავლობაში ამ დაჯგუფებამ, რომელმაც დაიწყო მსვლელობა იდლიბიდან, აიღეს ქალაქები ჰამი, ჰომსი და მიადგნენ ქვეყნის დედაქალაქს დამასკოს. სხვათა შორის სირიის არმია 2000 ჯარი 2011 წლამდე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარი ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ამ სამოქალაქო ომმაც ძალიან დაასუსტა. იქ 2014 წლამდე ამერიკელები ეხმარებოდნენ ბაშარ ასადის ოპოზიციას, 15-დან ამ ომში ჩაერთო რუსეთი, როგორც გითხარი, ანუ ბევრი გეოპოლიტიკური ინტერესი ამერიკელების, რუსების და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ შიდა დაპირისპირება სულ გრძელდებოდა. მალევე აიღეს და მიადგნენ დამასკოს. სხვათა შორის ძალიან ნიშანდობლივია ერთ-ერთი ფოტოგრაფი უცხოელი, რომელიც ამ პერიოდში მუშაობდა სირიაში, ამბობდა, რომ ერთ-ერთი მთავარი იმიჯი, მთავარი ფოტო, რომელიც მეო დამამახსოვრდაო, იყო გზები, ქალაქებს შორის დამაკავშირებელი გზები, რომელიც იყო მოფენილი სამხედრო ფორმებით, რადგან ასადის ჯარისკაცები, ოფიცრები უბრალოდ მირბოდნენ, ტოვებდნენ თავის, არ ვიცი, ქვედანაყოფებს და იხდიდნენ აი ამ ფორმას და იქვე აგდებდნენ და ასობით თუ ათასობით ფორმა ეყარა სირიის გზებზე. ბაშარ ასადი მიხვდა, რომ უკვე ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, უკვე ჯარიც თუ არ გადადიოდა ამ დაჯგუფებების მხარეს, ყოველ შემთხვევაში ბაშარ ასადს, ესე ვთქვათ, ღალატობდა, ტოვებდნენ თავის ქვედანაყოფებს და მირბოდნენ და ბაშარ ასადიც გაიქცა სირიიდან. სად გაიქცეოდა? მოსკოვში. პრინციპში ბაშარ ასადს ორი მთავარი მოკავშირე ყავდა მსოფლიოში. ეს იყო რუსეთი და ეს იყო ირანი. ირანთან დაკავშირებით, ესეც უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ისრაელში განვითარებული მოვლენების ფონზე, ირანის და თეირანის და დამასკოს ურთიერთობა ცოტა დაიძაბა. რატომ? იმიტომ, რომ მოხდა რამდენიმე ირანელი გენერლის მკვლელობა სირიის ტერიტორიაზე და ირანის ხელმძღვანელობას გაუჩნდა ეჭვი ხომარ თანამშრომლობს ბაშარ ასადი ისრაელთან. ეხლა ამის მტკიცებულება ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში ესე თუ არსებობს, არ იყო გამოქვეყნებული, მაგრამ ცოტა გაცივდა ურთიერთობა, გარკვეული ბზარი გაჩნდა. მოსკოვთან თბილი ურთიერთობა
გრძელდებოდა, თუმცა აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტიც უნდა აღინიშნოს. 28-29 ნოემბერს აი ეს მოვლენები უკვე დაწყებულია, ბაშარ ასადმა ჩაიყვანა თავისი ოჯახი მოსკოვში, მისი უფროსი ვაჟი ისედაც იქ სწავლობდა, ჩაიყვანა თავისი მეუღლე, რომელიც ისეთი ბრიტანელი არაბია, მაგრამ ცხოვრობდა ბრიტანეთში, იქ ლონდონში მოიყვანა ცოლად, ისიც თავიდან, როდესაც ბაშარ ასადი შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობას, რაღაცა ფონდებს ხსნიდა, ხვდებოდა ქალებს, მუშაობდა ქალების საკითხებზე, რაღაცა ესეთი დემოკრატიული იმიჯი ჰქონდათ, მაგრამ მერე ისევე გადავიდნენ ამ რეპრესიულ რელსებზე. მისი მეუღლე, რომელიც როგორც წერენ და როგორც ამბობენ, ბაშარს ძალიან უყვარს და რომელიც არის ავად, მას კიბო აქვს, ჩაიყვანა მოკლედ მოსკოვში და სთხოვა პუტინს დახმარება. და ეს იყო ის მომენტი, როდესაც როგორც ჩანს, პუტინმა უარი უთხრა სამხედრო დახმარებაზე. პუტინს თავისი თავსატეხი აქვს უკრაინაში და ამიტომ ამასაც ანალიტიკოსები თვლიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იმაში თუ რა მოხდა სირიაში, რომ რუსეთი ვეღარ გაუწევდა ისეთ დახმარებას ბაშარ ასადს, როგორც ეს მოხდა 2015-ში და 16 წელს. ამიტომ ბაშარ ასადი დაბრუნდა სირიაში, მაგრამ მალევე მას მოუწია უბრალოდ გაქცევა ამ ქვეყნიდან. ის დღეს შეუერთა იმ პრეზიდენტების, ესე იგი, ჯგუფს, მაგალითად როგორც იანუკოვიჩს, რომლებმაც თავშესაფარი ითხოვეს და იპოვეს მოსკოვში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაშარ ასადმა 1-2 დღით ადრე ისიც განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ მე არასოდეს არ მოვიქცევიო ისე, როგორც მოიქცა იანუკოვიჩი. მე არ მივატოვებო ჩემ ქვეყანასო და არ გავიქცევიო. არ გავიდა 1-2 დღე და ბაშარ ასადიც გაიქცა. როგორც გითხარით, ეს უზარმაზარი დიპლომატიური დარტყმა რუსეთისთვის, რუსეთი კარგავს აი ამ გავლენას, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, ისევ და ისევ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. ჰაიათ ტაჰრիր ალ-შანის ამ დაჯგუფების ლიდერი, ჯულანი, რომელიც თავიდან თანამშრომლობდა ალ-ყაიდასთან, ბოლო წლებში კი პირიქით ამბობს, რომ არანაირი კავშირი ალ-ყაიდასთან აღარა აქვს, აკეთებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ის აპირებს რეფორმების გატარებას ქვეყანაში, ის ღიაა თანამშრომლობისთვის სხვადასხვა ქვეყნებთან, გაუგებარია ან ამერიკასთან რა ურთიერთობა ექნებათ, ან ახლო აღმოსავლეთში მეზობლებთან, ირანთან და რაც მთავარია რუსეთთან. ჯერჯერობით რაც ცნობილია, ეს ორი რუსული ბაზა, რომლის, როგორც გითხარით, შექმნაში, აშენებაში რუსეთმა მილიარდები ჩადო, ისევ რჩება და იქ მყოფი ჯარისკაცები რჩებიან სირიის ტერიტორიაზე, ლატაკიაში. ვნახოთ, როგორ განვითარდება, როგორ დაალაგებენ ურთიერთობას სირიის ახალი ხელმძღვანელობა და მაგალითად მოსკოვი ან ვაშინგტონი. ესეა დღევანდელი და უკვე დიდი ხანია მსოფლიო ამ ორი ქვეყნის გარეშე ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური საკითხი სამწუხაროდ არ წყდება. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ კიდევ ერთი უსერიოზულესი ფაქტორი, რამაც განაპირობა აი ამ მოვლენების განვითარება სირიაში, არის თურქეთი. ერდოღანისთვის უმნიშვნელოვანესია მოვლენები სირიაში, პირველ რიგში იმის გამო, რომ სირიაში ერთ-ერთი დიდი დაჯგუფება არიან ქურთები და ჩვენ ვიცით თურქების და ქურთების დაპირისპირების, ესე იგი, საკითხი და ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ქურთებს ჰქონდათ იმედი, რომ შექმნიდნენ საკუთარ სახელმწიფოს, ეს არ გამოვიდა და ისინი სხვადასხვა ქვეყნებში არიან და თურქეთი მათ ებრძვის და იგივე თურქეთი ყველანაირად ეწინააღმდეგება ქურთების გამოყოფას და საკუთარი რაღაცა ქვეყნის შექმნას. ამიტომ ბევრი პოლიტიკოსი და ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ჩართული ამ ამბებში და იქნება ჩართული და ვნახოთ 2025-ში როგორ განვითარდება მოვლენები. და ჩვენი ეპიზოდის ბოლოს
ჩვენ მოვიარეთ კონტინენტები, ქვეყნები, მე ცალკე არ ვისაუბრე უკრაინაზე, იქ გრძელდება ომი, ყველა არის მოლოდინში, რომ შეიძლება მომავალ წელს მაინც რაღაცა გამოსავალი იპოვონ პოლიტიკოსებმა, სამწუხაროდ ჯერჯერობით ის ნათელი გამოსავალი, რომელსაც ჩვენ ველოდებით და ეს არის უკრაინის გამარჯვება, ჯერჯერობით ამ გვირაბის ბოლოს ჯერჯერობით არ ჩანს და რაც არის ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ ვნახოთ როგორც გითხარით, ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოკავშირე ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ ქართველები ძალიან გულშემატკივრობთ. სლავა უკრაინე. და ბოლოს, როგორც გითხარით, ჩამოვედით საქართველოში. 4 თვე სექტემბრიდან, აგერ უკვე დეკემბრის ბოლოა, ბევრი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მოხდა არჩევნები, მოულოდნელ-მოსალოდნელი შედეგით, ბევრისთვის ეს იყო შოკი და შემდეგ, სადღაც 1 თვეში, ირაკლი კობახიძე აკეთებს ცნობილ განცხადებას 28 ნოემბერს, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან 2028 წლამდე. ისინიც კი, ვინც 26 ოქტომბერს ხმა მისცა ქართულ ოცნებას, ბევრი მათგანი, გარკვეული, არ ვიცი, ნაწილი ამ ხალხის იყო გაკვირვებული ამ განცხადებით, რადგან ჩათვალეს, რომ მოატყუა ხელისუფლებამ და როდესაც ამბობდა, რომ საქართველო ღირსებით მიდის ევროპისკენ, თურმე ესე არ ყოფილა. ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში ამ 1 თვის განმავლობაში. ჩვენ, როგორც გითხარით, თავიდან 64 გადავიდა მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, ჩვენი ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ჩვენ ყველანი სულ რუსთაველზე ვიყავით, ისინი იღებდნენ იმას თუ როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი მომიტინგეებს, ვიღებდით აი ამ პროტესტს, ვიღებთ და ვაგრძელებთ ამას, შემდეგ ჩემი კოლეგები ესაუბრებოდნენ იმათ, ვინც დაზარალდა, ვინც სასტიკად ცემეს, ვინც გაატარა დღეები ციხეში, ჩვენ ვესაუბრებოდით მასწავლებლებს, ჩვენ ვესაუბრებოდით ხელოვანებს და ვცდილობდით, რომ ესე იგი მათი ხმა მიგვეწვინა იმათთვის, ვინც არ უჭერს მხარს პროტესტს, ვინც დღეს სხვადასხვა მიზეზების გამო მხარს უჭერს დღევანდელ, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. გარდა ამისა, აი ამ თვეების განმავლობაში კიდე ერთი ამბავი მოხდა ქართულმა ოცნებამ, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა შემოგთავაზა ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი ახალ პრეზიდენტად. მისი ეგრეთ წოდებული არჩევნებიც მოხდა პარლამენტში და იგი აირჩიეს, ესე ვთქვათ, ქვეყნის პრეზიდენტად. მე მინდა ვთქვა რამდენიმე რამ. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ პარტია, რომელიც 12 წლის წინ, რომელმაც გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, გაიმარჯვა მთავარი ლოზუნგით, სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით და სურვილით. თავისი მმართველობის 12 წელს ისე უსამართლოდ ექცევა თავის მოქალაქეებს, რომ გასაკვირიც კი არის ის პარტია, რომელმაც წინა საარჩევნო კამპანიის დროს მთავარ ლოზუნგად უკვე ბოლო კამპანიის დროს გახადა არა ომს, ქვეყანა მიიყვანა სამოქალაქო ომამდე თუ არა დაპირისპირებამდე. ის პარტია, რომელიც ძალიან სამართლიანად აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას, იმის გამო, რომ ისინი ისე დაცილდნენ თავის ხალხს, საზოგადოებას, თავის მოქალაქეებს, რომ
გაჩნდა ძალიან სერიოზული დაპირისპირება ხალხსა და ხელისუფლებას შორის და მოხდა ის, რაც მოხდა 2012-ში ხალხმა პასუხი გასცა იმ ხელისუფლებას, მაგრამ ამ პარტიამ ეს პარტია ისე დაცილდა თავის მოქალაქეებს, რომ უფსკრული გააჩინა თავის საკუთარ საზოგადოებასთან. ბოლოს მე მინდა ვთქვა, მე დავესესხები ერთ-ერთ ჩვენ სტუმარს, ახალგაზრდა რეჟისორს, გიორგი ჯამბურიას, რომელმაც თქვა ძალიან, არ ვიცი, მე მგონი მნიშვნელოვანი რამ. მან თქვა, რომ ეს პროტესტი არ არის არაფრის დასასრული. ეს პროტესტი არის მხოლოდ დასაწყისი. პროტესტი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ყველა პროტესტისგან და ბევრი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სულ პროტესტებში ვართ, ძალიან განსხვავდება ამ პროტესტებისგან. ის არ არის მართული არანაირი პარტიის, არანაირი პოლიტიკური ძალის მიერ და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ხალხმა შევძელით ორგანიზებულად გავმართოთ ეს პროტესტი. ეს არ არის დასასრული, ეს არის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანი მოძრაობის, პოლიტიკური პროცესის, რომელსაც აუცილებლად ადგილი ექნება ჩვენს ქვეყანაში. No justice, no peace. თუ არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა. ეს მთავრობა ვერ იმუშავებს კომფორტულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის გაბრაზებული. ჩვენ ვართ გაბრაზებულები. ძალიან დიდი მადლობა ვინც გვიყურებს, მადლობა ვინც მხარს უჭერს პროექტ 64-ს, გამოყვებით, მოუყევით ამ პროექტზე სხვებს. ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი კვიზი, თუ შეიძლება დაგვიწერეთ რომელი ეპიზოდი პირადი საქმის, რაც წელს ნახეთ, მოგეწონათ ყველაზე მეტად. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა რომ თქვენ გამოყვეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, იმათ, ვისაც აქვთ პროექტ 64-ის სპონსორობის სურვილი, იმათაც მივმართავ, მოგწანდით, დაგვიკავშირდით. კი, ჩვენ ამასაც უკვე მივმართეთ ამ ხერხსაც, უნდა მივმართოთ. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, მე თქვენ ყველას, დამდეგ ახალ წელს გილოცავთ და ბედნიერები იყავით. დიდი მადლობა.